მილიარდიანი კომპანია 30 წელიწადში, 32-ში. შტამბეშტავი. მოდი პირდაპირ გეტყვიო შტამბეშტავია და შენ რო დღეს ამბობ რომ თითქმის არაფერზე არ ხარჯავ ფულს და ერთადერთი რაც მანთებს ისევ ჩემი ბიზნესის და არის ბუნებრივია სულ კითხვა სადამდე. ზედაზღვარს მე ვერ ხედავ და არც დავინახავ არასდროს. რატო? იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება რასაც აკეთებ კიდევ უფრო უკეთესად გააკეთო. აი მაგალითად ჩემი საქმიანობა და ჩემი ბიზნესი რა არის ფარმაცევტული სფერო და კლინიკების სფერო. ხომ ყოველ 5 მაქსიმუმ 7 წელიწადში ჩვენ აფთიაქებს თავიდან ვარემონტებთ. ახალი დიზაინით, იმიტომ რომ შემოდის ახალი სარემონტო მასალები, უფრო ლამაზი, უფრო გამძლე და ასე შემდეგ. და თავიდან ვაკეთებთ, ყიდულობთ იგივე აი თვითმსახურების აპარატები, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა და მომხმარებელს უადვილებს შენაძენის გაკეთებას, აფთიაქო რობოტი, რომელიც მართალია ძვირადღირებულია, მაგრამ პლუსები ის აქვს, რომ ერთი რომ ზუსტია, შეცდომას არ უშვებს, მეორე სწრაფია და მესამე სულ მუშაობს, ხო, არც ავად ხდება და არც უთხასიათია და ასე შემდეგ. და იგივე კლინიკებში ზედაზღვარი აპარატურის გაუმჯობესების არ არსებობს. ო, გარდა იმისა, რომ მე მიწევს და სიამოვნებით ვაკეთებ იმას, რომ ვაშენებთ ახალ კლინიკებს, ვაფართოებთ არსებულს, მე თავიდან დიზაინს ვარემონტებთ და ასე შემდეგ, თვითონ აპარატურაც მუდმივად უმჯობესდება. ჩვენ რომ ვიყიდეთ 2009 წელში 64-შიანი კომპიუტერი, მერე გამოვიდა 128-იანი ვიყიდეთ, გამოვიდა 160-160-იანი ვიყიდეთ, გამოვიდა 640-შიანი 640-იანი ვიყიდეთ. ხო, იგივე 2009-ში მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფი ტესლა-ნახევრიანი ვიყიდეთ, მერე გამოვიდა 3 ტესლიანი 3 ტესლიანი ვიყიდეთ.